სახელითა მამისათა და ძისათა და ძმებისა სულისათა ამენ. პირველის ყოვლისა ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ნათლისღებას უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ღმრთის განცხადებას. დღეს მინდა წაგიკითხოთ ამუნარიდი წმინდა მღვდელმთავრის ბასილი დიდისა კესარია კაპადოკიელ ეპისკოპოსისა, რომელიც ეძღვნება მათ, ვინც გვიან ნათლისღებას ირჩევს. ძველად იყო ესეთი წესი პირველ საუკუნეებში, რომ ინათლებოდნენ მოგვიანებით, მოზრდილ ასაკში, რომლის მანკიერ მხარესაც ამ ხელს წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი და მოუწოდებს ყველას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ ნათელი ქრისტესი. მაგრამ ეს გადაგება ასევე ეხება მათ, არა მარტო ვინც გვიან ირჩევს ნათლისღებას, არამედ ასევე მათაც, ვინც მოინათლა, მაგრამ არ ცხოვრობს რწმენით, არ ცხოვრობს ეკლესიურად და ფიქრობს, რომ როდესაც გავა დრო და შევლენ ასაკში, ამის შემდეგ მოვლენ ეკლესიაში და დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას. მიზეზები სხვადასხვა, განსაკუთრებით პოპულარულია ასეთი გამოთქმა, რომ ჯერ მზად არ ვარ. და უგუნურობ დღეს ღამე, რომ შენი სული მოიღოს ღმერთმა, განვიდეს სხეულისაგან შენი სული, რა პასუხს აგებ ის წინაშე? რითი იმართლებ თავს? მოусმინოთ წმინდა მღვდელმთავარს. ოქროს რომ ვარიგებდე, კი არ მეტყოდი ხვალ მოვალ და ხვალ მომეციო, არამედ დაუყოვნებლივ მოითხოვდი განძს და მცირედი დაყოვნებაც კი დაგამწუხრებდა. ახლა კი, როდესაც ფერად რაიმე ნივს კი არ გაძლევენ, არამედ სულის სიწმინდეს უხვად გვიძღვნის მომნიჭებელი, მიზეზები გამოგინახავს და მოუცვლელობას ასახელებ. მაშინ, როდესაც ამ საბოძვარისაკენ უნდა მოისწრაფოდე. ჰოი საკვირველება, ახლოდები, თუმცა მანამდე არ დარღვეულხარ. ბრძმეთში გამოვლის გარეშე განიწმინდები, მეორედ იბადები ისე, რომ ჯერაც არ შემოსულხარ და განადგურებულხარ. ტკივილის გამოულელად განიკურნები და მაინც არაფრად მიგაჩნია ეს წყალობა. ადამიანების მონა რომ ყოფილიყავი და მონათა განთავისუფლების კანონი გამოეცად, განა გათავისუფლებას არ შეეცდებოდი, განა დამხმარეებს არ გამოძებნიდი და მსაჯულს არ შეევედრებოდი, რომ ყოველგვარი საშუალება ეხმარა შენს განსამთავისუფლებლად. ამის გამო მრავალი ცემა და წყვილიც რომ გადაგეტანა, განა ამ ყოველივეს არ მოიწმინდი, ისევ იმავე ცემისა და წყვილებისაგან თავის დასახსნელად. ახლა კი, როცა კაცის კი არა, ცოდვის მონახარ, თავისუფლებისაკენ მოგიხმობს მქადაგებელი, რომ ტყვეობისაგან გიხსნას და ანგელოზთა თანამოქალაქე გაქციოს, ღმრთის ძედ გამოგაჩინოს მადლის მიერად და ღმრთის შვილად და კეთილი მემკვიდრეობის მიმღებად გაგხადოს. ჰოი ეს ბოროტი და აფრთხოლებები, ჰოი უწმინდური და უსასრულო მოუსვლელობა, როდემდე უნდა არსებობდეს ეს ვნებები, როდემდე უნდა იყოს ეს ბილწი სულვილები, დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამ ქვეყნის მონობაში. ახლა მცირე და საკუთარი თავისათვის ვიყოთ, განა რა შეიძლება არსებობდეს სულის სანაცვლო, განა ცათასასუფეველს შეედრება რამე, ღმერთზე უფრო დამაჯერებელი მრჩეველი განა ვინ აკრავს, მის სიბრძნეზე უფრო ბრძენი განა ვინ არის,
ან მის სიკეთეზე უმჯობესი ვინ არის შენთვის დამბადებელზე უფრო ახლობელი და მასზე უფრო პატიოსანი. ევამაც ვერაფერი მოიპოვა, რადგან გველს უფრო მეტად დაუჯერა ვიდრე ღმერთს. ხოი შენი ეგე უწესო სიტყვები. გამოსაჯამრთებლად არ მცალიო, ნათლისაკენ ნუ მიმითითებო, უფალთან ნუ შემაერთებო. განა ამ სიტყვებზე უგუნური თქმული ოდესმე რაიმე გაგვიგია? შენ რომ რაიმე უდიდეს დანაშაულში იყო ბრალდებული და ვინმეს შენივე ბრალდების შენდობა ებრძანებინა, მერე სხვა ვინმე გამოჩენილიყო, ვინც შეეცდებოდა დაებრკოლებინა შენთვის ამ დანაშაულის შენდობა, განა ამ დროს არ იგლოვებდი და არ იძახებდი, რომ საყოველთაოდ ბოძებული მადლი წაგართვეს. ახლა კი, როდესაც მარტო წარსულისათვის კი არა, არამედ სამომავლოდაც წყალობა გენიჭება, შენ ისე ვნებ საკუთარ თავს, წერიც კი რომ ვერ გავნებდა და გგონია რომ შენი თავისათვის უკეთეს რამეს განიზრახავ. სწორედ შენ, ვინ საკუთარი ნებით არ იღებ პატიებას და ცოდვებში ჩაფლული კვდები, შენ ვინც იცი რომ მრავალი ტალანტის მოვალე შენდობას მიიღებდა, მას რომ მოყვასისადმი გამოჩენილი შეუბრალებულობით არ განიახლებინა სასჯელი, ეს ისაა, რასაც უნდა უფრთხილდეთ. ჩვენც გვეშინოდეს, რომ ჩვენც იგივე არ დაგვემართოს. როდესაც ამ ნათლობის მადლს მივიღებთ, თუკი ჩვენს მევალეებს არ შეუნდობთ, რათა ეს მადლი მტკიცედ დამკვიდრდეს ჩვენში. შედი შენი სულის საცავში, გაიხსენე საკუთარი საქმეები, შენი ცოდვები, ბევრი თუ აღმოჩნდა მათი სიმრავლე, იმედს ნუ დაგაკარბინებს, რადგანაც სადაც მეტისმეტად მრავლდება ცოდვა, იქ უფრო მეტად მრავლდება მადლი, როგორც ამბობს პავლე მოციქული. იმ შემთხვევაში თუ თავად შეუშვებ ამ მადლს შენში, რადგანაც ვისაც მეტი წვალი აქვს, მას მეტი ეპატიება, იმიტომ რომ უფრო მეტად შეიყვარებს. თუ შენი ცოდვები მცირედი და უმნიშვნელოა და არ არის მომაკვდინებელი, მას რაღაც გადარდებს მომავალი ყოფა, შენ ვისაც არც ისე ცუდად გაგივლია შენი ცხოვრების ის წარსული პერიოდი, როცა არ იყავი აღბეჭდილი ნათლობის პეჭედით. ლაპარაკია იმაზე, რომ სასოწარკვეთილებაში ცოდვების გამო ადამიანი არ უნდა ჩავარდეს. მოსანათლია უნდა მოინათლოს. ახსარება აქვს სათქმელი, უნდა თქვას ახსარება და იმედი ჰქონდეს უფლისა, რომ ეპატიება. ახლა უნდა მიხვდე, რომ შენი სული ისეა თითქოს და სასწორზე იდგეს. ერთ მხარეს მას ანგელოზები ეჭიდებიან და მეორე მხარეს კი ეშმაკები. ვის დაანებებ მას გადაწონას? ვინ გაიმარჯვებს შენში? ხორციელი სურვილები თუ სულის სიწმინდე? წარმავალი, განცხრომა თუ დაუსრულებელი სიკეთის სიყვარული? ანგელოზები წაგიყვანენ თუ ისინი დაგიტოვებენ, ვისაც ეხლა შეუხრიხარ. ბრძოლის დროს მხედართმთავრები ყოველთვის რაიმე ნიშანს აწესებენ ხოლმე, რათა მეგობრებმა ადვილად დაუძახონ ერთმანეთს და როდესაც მოწინააღმდეგეებში აირევიან, ერთმანეთი იცნო. შენ კი ვინ გიცნობს და ვინ მიხვდება ჩვენიანი ხარ თუ მტრისა, თუ ამ კეთილი ნიშანს გამოსასნობს არ მიიღებ. თუ შენზე უფლის პირის ნათელი არ აისახება, მას როგორ დაგინდობს ის ანგელოზი, ან მტრისაგან როგორ გიხსნის, თუ ამ ბეჭდით არ გიცნო, ან შენ თავად როგორ იტყვი ღმერთს ვეკუთვნიო, თუ ეს გამოსაცნობი ნიშანი არ გექნება. ან განა ის არ იცი, რომ მონიშნულ სახლებს გვერდი აუარა მომსვლელმა. გულისხმობა ძველი აღთქმა ეგვიპტე, როდესაც უფლის ანგელოზმა დაიცვა თავისი კეთილის მყოფელნი, ღმრთის კეთილის მყოფელნი. ადვილად მოსაპარია განძი, თუ ის დაკეტილ ადგილას არ დევს. იოლად გასატაცებელია ცხვარი, თუ მას ნიშანი არ ადევს. ახალგაზრდა ხარ, ნათლისღების აღვირით შეუმცდარად აქციე შენი ახალგაზრდობა. უკვე გავიდა სიჭაბუკის ასაკი,
საგზალს ნუ მოაკლებ შენს თავს, ცველს ნუ დაკარგავ, მე-11 ჟამზე ნუ ფიქრო, რომელსაც თანაბრად მიეზღო, რადგანაც ცხოვრებაში ახლად შემოსულსაც ისევე გამუდმებით უნდა ედგეს თვალწინ თავისი აღსასრული, როგორც მოხუცს. არ ვიცით ჩვენ დღეს რა გვემართება. ვინმე მკურნალი რაღაც საშუალებით სიბერიდან კლავ სიჭაბუკეში დაბრუნებას, რომ კპირდებოდეს. განა არ ისურვებდი იმ დღის დადგომას, როდესაც საკუთარ თავს კლავ გაახალგაზრდავებულს ნახავდი. ახლა კი როცა შენი სულის გაახალგაზრდავებას აღგითქვამს ნათლისღება, სულისა, რომელიც თვითონ დააბერე უსჯულოებით გახსენი და შებრალე, განა ამ აღთქმისაკენ არ უნდა მიულტვოდე, განა არ გინდა ნახო თუ რა არის ამ დიდებული საქმის სასწაული, თუ როგორ იბადება ადამიანი დედის გარეშე, როგორ ხდება, რომ იგი მასტუნებელი ვნებებითა და სურვილებით დაძველებული და გახსნილი კვლავ ახლდება. კვირტს გამოიღებს და სიჭაბუკის ყვავილობას იწყებს. ნათლისღება ტყვეების გამათავისუფლებელია. ის ცოდვათა შენდობა, ცოდვების სიკვდილია, სულის მეორედ დაბადება, ნათლის სამოსელია, გაუტეხელი ბეჭედია. ზეცაში აღმავალი სასუფეველის მომპოვებელი ეტლია. შვილობის მადლია. ჰოი უბადრუკო, განა ყოველივე ამ დიდებულსა და ამგვარ სიკეთეზე უკეთესი გეჩვენება ცოდვის გემო, რადგანაც თუმცა შენ თავად სიტყვით არ ამბობ ამას, მე მაინც ხვდები შენს განზრახვას, თუმცა სიტყვით არ ამბობ, მაგრამ თავად შენი საქმეები ღაღადებენ და ამბობენ, დამაცადე ბილწის სურვილებისათვის მოვიხმარო ჩემი სხეული, ცოდვის სიბინძურეში ამოვებლო, სისხლით შევბღალო ჩემი ხელები, სხვებს მოუტაცო, მზაკრობის გზით ვიარო, სიცრუეზე დავიფიცო, ტყუილს ვამბობდეო და როდესაც ყველა ამ ბოროტ საქმეს მორჩები, მაშინ მივიღებო ნათლისღებას. თუ კი კარგია ცოდვა, მაშინ ის აღსასრულამდე შეინარჩუნე, ხოლო თუ ცოდვა ვნებს მის მოქმედს, მაშამ ბოროტებაში რაღა დაყოვნებ. განა არის ვინმე, ვისაც მავნებელი საკვების მიღებით დაგროვილი ნაღლის ამოღება უნდა და ამავე დროს კიდევ უფრო მეც იგროვებს მას. რადგანაც მავნებელისაგან განწმენდა საჭირო და არა კიდევ უფრო მეტის დაგროვება, ნავს ეტყობა რამდენად მძიმე ტვირთის წაღება შეუძლია, მაგრამ თუ იმაზე მეც დადებენ მასზე, მაშინ ჩაიძირება. შენც ამის გეშინოდეს, იგივე არ შეგემთხვიოს და იმდენი ცოდვა არ ჩაიდინო, შენდობას რომ აღემატება და მანამდე არ დაინთქა, ვიდრე ნავსადგურს მიაღწევდე. ან განა ღმერთი მაგ საქმეებს ვერ ხედავს, ან განა შენ სურვილებს ვერ ხედდება, ან განა იგი ბოროტებასა და უჯულოებაში დაგეხმარება, რადგანაც ამბობს, უსჯულო ხომ არ გგონია რომ მეც შენს ავით ვარო. როდესაც შენ მოკვდავ ადამიანთან დამეგობრებას ცდილობ, მას ყოველგვარ სიკეთეს მიაგებ. ყოველთვის იმას აკეთებ და ამბობ, რაც იცი რომ მისთვის საამურია. მაშინ როცა ღმერთთან ერთობისა და მის შვილად გახდომის, მისი ძეობის დამსახურების მოსურნე არ ხარ, არამედ რაც მას ზაქს, სწორედ იმას აკეთებ. ჟულის დარღვევით შეურაცხყოფ მას და რითაც ყველაზე მეტად განარისხებ მას, სწორედ იმით იმედოვნებ შენდობის მოპოვებას. დააკვირდე, ისე არ მოხდეს, რომ შენდობის იმედით საკუთარ თავს აურაცხელი ცოდვა დაუგრო. მერე ის ცოდვები შეინარჩუნო და ვეღარც შენდობა მოიპოვო. ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ. მადლით ნუ ვაჭრობ, ნუ ამბობ, მართალია სიკეთეს ჯობს, მაგრამ ცოდვა ტკბილია, სურვილები ეშმაკის სამჭედლოში იჭედებიან და ცოდვისაკენ დასაღუპად მიგიძღვიან. სურვილი, გულის თქმა, ცოდვის დედაა.
ცოდვა კი სიკვდილის მჩხვლეტავი მახვილი. გულის თქმა ასაზრდოებს უკვდავ მატყლს, რომელიც თავდაპირველად მის მიმღებს მცირე ხნით სასას დაუტკბობს, საბოლოოდ კი ნაღველზე უმწარესი შეიქმნება. დაყოვნება სხვას არაფერს გულისხმობს, გარდა იმისა, ჯერ ცოდვა მეფობდეს ჩემში, შემდეგ კი ოდესმე უფალი გამეფთესო. შენი სხეულის ასოები იარაღად ჯერ ცოდვას უბოძე და მერე ოდესმე წარუდგინე იარაღად, ისინი სიმართლის ღმერთსო. ასე კაინიც სწირავდა თავის შესაძლებს, საუკეთესო ნაყოფს თავისი სიამოვნებისათვის იტოვებდა და დარჩენილს მეორადს მის შემოქმედს და ნაყოფის მომნიჭებელ ღმერთს სწირავდა. შენც ასე იქცევი, ვიდრე ძალა შეგწევს და საქმის კეთება შეგიძლია, შენ სიჭაბუკეს ცოდვებში ფლანგავ, ხოლო როდესაც ცოდვის ეს ჭურჭელი დაუძლურდება, მაშინ სწირავ მას, ხოლო მას შემდეგ რაც შენი სხეული უკვე იმდენად დაუძლურებულია, რომ უძრავად დევს ძირს. სიბერის სიწმინდე, ნამდვილი სიწმინდე კი არ არის, არამედ სიძვის შეუძლებლობაა. მკვდარი გვირგვინს ვერ მოიპოვებს. მართლად არავინ შეირაცხება იმის გამო, რომ მას ბოროტის ქმნის ძალა აღარ აქვს. არამედ ვიდრე ძალა შეგწევს, მანამდე უნდა მარხულობდე ცოდვებისაგან, რადგანაც ეს არის სათნოება, ბოროტებისათვის ზურგის შეგწევა და სიკეთის კეთება. სხვაგვარად ბოროტის არ ქმნა არც ქებას იმსახურებს და არც ტანჯვას. თუ ასაკოვნების გამო განელდება შენი ცოდვები, ეს შენი დამსახურება კი არ არის, არამედ ხორციელი უძლურებისა. ჩვენ კი იმათ ვაქებთ, ვინც თავისი ნებით და გადაწყვეტილებით აიძულებენ საკუთარ თავს დაეხსნან ცოდვას. უფალი, რომელიც ბეთლემში იშვა და რომლის შობაც ამ რამდენიმე დღის წინ ვიდღესასწაულეთ, დღეს მოვიდა იორდანეზე და მოინათლა იოანეს მიერ და განანათლა თავისივე შექმნილი ყველა ქმნილება. ამიერიდან ქერუბიმებთან ერთად ჩვენც გავიხაროთ. ამ დღის გამო და წინასწარ მეტყველთან ერთად ჩვენც ვიტყვით, ესე არის დღე, რომელ ქმნა უფალმან ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა, რათა ყოველთვის მტკიცედ ვიდგეთ ეკლესიის სიცხეროფელეში. ვაკურთხებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ათდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მერთმა დაგლოცოთ და გავუშვათ.